მაშასე ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმარია, მე ვიტყოდი მეგა სტუმარი ყავს დღეს. ეს არის ქალი, რომლის სახელი და გვარი და ქართული შოუ ბიზნესი ერთი და იგივე რამეს აღნიშნავს. მაშასე ქართული შოუ ბიზნესის დივა ლელა წუნწუნია. მოგესალმებით, გილოცავთ. ვაი, მე ძალიან ახალ გადაცემას მე უყურე. უყურე ჩვენ დებიუტს? კი, გიყურე. რა სიტყვი? ნუ, უდაოდ ძალიან იჭერი ადამიანები ხართ, ახლა რა თუნდა ამას ჩემი თქვა, მართლა. შეიძლება არაერთ ხელ ესე ვთქვათ შევხვედრილ ვარ ჩვენ ესეთ სივრცეში. ბევრ პროექტში და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ცალ-ცალკე ყველას ესე ვთქვათ ჭიერებით. უნიჭოვარო როიდე. ხო, ეს რაღაცნაირად ხო შეატკერო ცოტა ხასიათზე მოვედი. და ძალიან დიდი მადლობა რომ ახლა ხარ ჩვენი სტუმარი და ეს ძალიან გვახარებს. კიდევ ერთი ჟრიამული ველას. და აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ის როგორც ყოველთვის სასწაულად გამოიყურები და ძალიან დახვეწილად გაცვია. მოკლედ, გარდა შენი გენიალური მუსიკალური შესაძლებლობისა, საქვეყნოდ ცნობილია შენი მსოფლიო დონის იუმორი რა. მოკლედ, ეს ხა მოდი როგორც ჩვენ იუმორთან ახლოს მყოფმა ადამიანებმა, ეს კომპლიმენტი სათანადოდ ვუთხრათ, რომ საოცარი იუმორის გზნობა გაქვს და მოკლედ შეგიძლია ამბავს ანეკდოტს ისე მოყვე, რომ ძალიან ოსტატურად გააკეთო ეს რა. არ ვიცი, არ ვიცი. ვიცი რა რამე ამბავი გექნება ხა რაღაც მოგვიყენ. შენ ადრე ხო იყო ესე რომ აი თანამდებობის პიროსად დიდი ქართლის ამ ფაბრიკის დირექტოროს აუცილებლად დივანი ყავდა და დივანი იყო მისი საყვარელი. ხო, აბა რა ეს. ხო, სერიოზული ფაქტი. კლასიკა. რა კაი ქვეყანა იყო. ხო და ქუთაისში ხდება ეს ამბავი და მოკლედ ობეხე დაეცა. მაშინ ესე იყო ობეხე დაგეცა თავზე და მოკლედ აი ერთი თვე გავიდა მეტი არ გადიან. აჰა. ხო და ამ დივანმა ერთ შესვენებაზე დააკაკუნა კარებზე და შეუღო კარები და შეხედა ესე და ანტონიჩ მომხსენი? ერთი თვე რო აღარ მომხსენი? და ანტონიშმაც ობეხე ეტყობა? ხალხ. აი და ვანიკოს კომენტარი მომეწონა რა ქვეყანა დავკარგეთ. ისე ამ კორონას ჟამში ხო ძალიან იჭერი ადამიანები ვართ და მართლა იუმორი გადაგვარჩენს და მოკლედ სადღაც აი ერთი თვის წინ ხდება ეს ამბავი მანქანას ვარ ეცხინებ აბაშიძის ქუჩაზე და იქ ესე ტროტუარზე სკამია ხო და იცი როგორი პერიოდია ჯერ ხალხი კიდე რო შეშინებულია შორიდან ესე რო გესალმებიან რაღაცა რომ გიმინდა ჩახუტება მაგრამ ვერ გეხუტები და რაღაცა და თან ახლა ხო დიდი ხანი ერთმანეთს არ გვინახავს ერთმანეთს უცებ გავიხედე და ვაკის პარკის მხრიდან მოდის აჩი არველაძე რეზი არველაძე და მიშა ახვლედიანი ხო და არ გეწყინებათ ბიჭო ეხლა და მოუყვე ხო და ხო და აბა როგორ ახართ რაშვებით ხო კარგად ახართ და ხო იცი როგორც ხდება ხოლმე და ესე ცოტა მოშორებით განა ამ დროს იქით ამ მხრიდან მოდის ერთი 5-6 ბიჭი იქნება ალბათ ესე 15-16 წლის ბიჭები იქნებიან და ფეხბურთის ბურთი უჭირათ ესე ამოღლიავებული აქვთ ესე ხო და ამ ბიჭებმა რო ჩაის გაბატონელაო შეიძლება ორსვათი გადავიღო თქვენთანო კი მეთქი მე უთხარი და მე აგერ მეთქი არველაძეები არიან და ამათთან გადაიღებს სულაც მეთქი და ამ ერთმა ბიჭმა აჩის მიაწოდა ტელეფონი ეს ბიჭები ჩამომისხნენ ესე რაღაცა ნუ ესე გადავიღეთ სურათები დიდი მადლობა რაღაცა ტელეფონი გამორთვის და წავიდა აი ეს თაობა მიშა ახლედია ეს ხო დაწვა ეს სიტუაცია ხო გაუკეთე მაგარი ამათო და მეხლა ამაზე რომ ვიცინე და მამულიჩა ხო სვაკენწლილი ყავთ არველაძეებს თუ რაღაცები და მოუყევი რა ესე მოხდა მეთქი რა
ბავშვები ფეხბურთის ბურთით ესე გადაიღეს შოტები, დაჩის გადააღებინეს მეთქი და არც რათი გადაიღეს ისე წავიდნენ მეთქი და ეგრევე აიღო ტელეფონი და დაურეკა შოტის. ხო და იციო დღესო რა მოხდა, ესე მოხდაო და იმან ეგ ბავშვები ეთყობა მეგრელები იყო. სამეგრელოს კლანი. ეგ ბავშვები ეთყობა მეგრელები იყვნენ თო. ეგრე ეთყობა. ვაფშე არა მეგრელები. ისინი წყვებიან დარწმუნებული ვარო. ლელასთან ფოტო უნდა და ტიპებს და მე მომაწოდეს ტელეფონით და გავხდი. არა, დაახლოებით ესე იყო, ხა მე აღარ გამარჯობ, ხა იქ რა ხდებოდა. ო, მოკლედ ჩვენ ამ ბლოგში შენთვის მოვაზადეთ რამდენიმე სახალისო თამაში. თუ მზად ხარ, პირველი თამაშით შეგვიძლია უკვე დავიწყოთ. გადავიდეთ ამ ჩვენს სახალისო თამაშებს. დავიწყოთ. ძალიან კარგი. აი ასე ბრუნდებით ჩვენ ეთერში, ჩვენ ვიმყოფებით ლიდერბეთის ოთახში, რათა ვითამაშოთ თამაში, რომელსაც ქვია ამოიცან ვარსკვლავი. რაში მდგომარეობს ახლა ჩვენი თამაში? ამოიცან ვარსკვლავი. აქ ტრაფარეტები გვიდგეს, ამ ტრაფარეტებზე აღბეჭდილი არის ცნობილი ადამიანების სახეები, ასე ვთქვათ. ნიღბები, ერთგვარი ნიღბებია. ჩვენ დავიყავით წყვილებად, ვართ ესე იგი მე და ილო და მეგრელები ერთად, გრიგორი ერთად არიან, ვერ დავარგოთ ამ ამბავს. და რაში მდგომარეობს? მე დავუშვათ ავიღეს ნიღაბი ავიფარე და ჩემმა მეწყვილემ უნდა პაროდიის საშუალებით მითხრას ამიხსნას თუ ვისი ნიღაბია ეს. ძალიან მარტივია, მე მგონი ყველამ გავიგეთ? ამიტომაც არ ვიცით არავინ ქვემოდან ვის რა ახატია და ამაში არის ფერი ხრიკი. ამაშია საქმე, ხო? ამაშია მთელი ხრი. დავიწყოთ მეგობრებო, მზად ვართ? ნახავთ ეხლა გამოჩნდება. ვის რა ახატია? მზად ვართ მეგობრებო, დავიწყოთ? უნდა ვთქვა ილო რომ არ გაგიმართლა მეწყვილეში მართლა, იმიტომ რომ საშინელი პაროდისტი ვარ და მიხალისე. იცი რა არის მე ვიღაც იმის პაროდიებს კი ვაკეთებ, მაგრამ მე რა ვიცი ვინ ამოა, მაგრამ ასე რომ შენ ყველაფრის პაროდი მე გამიმართლა, შენ არ გამიმართლა. ნახე რა შევიან ახლა სპეციალურად აკეთებ. მე მგონი წინასწარ ვერს ლაპარაკობენ უკვე რა. ხო ეს მეთოდია. მაშა ასე ტაში. და ილო. აბა მიხსენი ვინ ვარ მე? ჩავიფარე კარგად აი ეს სახეზე ხო. კონკრეტად მივიღოთ როგორ მივიღო რომ ესეთი ქვეყნიდან როგორ მივანიშნო ახლა ესე იგი რამე ისეთი არ უნდა ვთქო რომ უწყავ შუტკას მივხვდი. თუ არ მივხვდი მაიცე რო ქართველი არ არის. We have to build the wall. Russia, Putin, Trump Tower in Georgia, and we have to stay in Georgia. My name is Trump. Yes! Yes! აბარა. That's what I'm talking about! ერთით ნოლი. დონალდ, თქვენ უკვე შეასრულეთ თქვენი ჩვენ მისია. მე გადამარჩინეთ. ველა მოემზადე. 1 2 3 რაო, აბა ვინაო? რომელი ვარ? აიცა. რომელი ვარ? ძალიან მაინტერესებს. მამა როგორ ახარ მამა? მიხდი, ზუსტად მიხდი. მამა როგორ ახარ? მამა როგორ ახარ? შეიძლება გამოვიხედო და ტუჩებზე შეგხედო და მართლა ის არის თუ არა მივხვდი. კი, ის იქნება. ის არის. შილკო, შენი მასკენა მერე თქვა. ესე გამოიწე. მე მგონი ის არის. კი, ის არის. ტუჩებზე შეგხედო. გამას ნუ მამა და ტუჩები მეტი ვინ იქნება? მაიცე ერთი ვნახო ვინ. კარგი იყოს. იგი ნამდვილად აი ჩაუთვალოთ. არა, ნუ ეკუთვნის ლელას. ლელა შენ გითვლი. და საერთოდ კარგი, სამეგრელო. მამა და ტუჩებზე სხვა ვინ გახსენდება? უიმე იმდენს ვიცნობ გაჩერდი. ალიკო, მამატიე, ვავიკო. მიდი. მიდი ილო, ვაი. აბა ნახოთ რა. დაგძერხა. სახალისო რაღაც გამოდგა, ხო იცი? ძალიან მოწონს. ეცა ეხა ნახე ლეაფსა და ძალიან შორი და სელფებს ესე იღებს ხოლმე. კი, ოსტატი. რატო აკეთებ ტუჩებს ესე მეუნები ხოლმე და ვერასორებს? მოდი ავწევ მაშინში. აუ, მაიცი დამერხა. გამოიცნო გენაცვალე. აუ. ბიზნესში რაღაცა გაქვს უეჭველი ნაჭამი.
უეჭველი მაგას მიქარულია რაღაც. როგორ რაღაცა გაკ ნაჭამში. ვერასოდეს ვერ გაიგებს. ვერასოდეს ვერ გამოიცნობს. რა საშინელი პაროდი. აი თუ გამოიცნობს, იცოდე რომ იცოდა. აი სადე. კიდე ერთხელ რა. აღარ ვერ მიხსენებ, მას არ მომდის თავში სხვა. მიაწექი საჭმელ. რამე ტერმინ, რამე თქვი კიდე როგორ სულფაზე მილიონი. სანიძე. სიცოხის სანიძე. რა ყველა სოფელს მილიონი. არა, მე ტერმინ. არ ვიცი. ფრაზეოლოგი თვითსანი რას თქვა? აბახმაზე ხო ვერ მიცნობდი. ჭამე და ბიჭი. მე უნდა აგიხსნა ლელა. ჰოპ. ოპ. როგორ მიყურებ რომ იცოდე. აი ეს არ უნდა გიყურო? რა გავაკეთო ახლა? არ უნდა გიყურო. მოიცი მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. კი. არ უნდა გიყურო. შენ თავარია მან და შეხედო ვინ არის რა? აჰა, მაშინ შენ გიყურებ. რა უნდა გავა? მოძნელი ყოფილა იცი. ლელა. უცხო პლანეტებზე თუ გინახავს? რა უნდა? უცხო პლანეტელებს თუ შეხვედრი ხარ? აქედან დავიწყოთ გამოცნობა. ანუ როგორ ერთი უცხო პლანეტელებს თუ შეხვედრი ხარ? გექნება რაიმე შეხვედრა მათთან. სადე რუსთავის მიმდებარე. გია ჯაჯანი. რა თქმა უნდა, თავად უცხო პლანეტელი ჩემი გია ჯაჯანიძე, ჩემი მეგობარი. პლანეტელი ჩვენი. გიას მოკითხვა, ჩვენს მეგობარს. მე მგონი წარმატებულად ვიცნობთ. აბა წრეს. ვანიკო. აბა შენ. მაიცადე. ილო უნდა გამოიცნოს. 1 2 და 3. აი რა სიზამ ძალიან მაინც. აი რა უნდა გააკეთო. რა ვქენია მის. ილოს რა აუ ეს მართება აზე ხარ მე რომ მომსვლოდ. კაი, მაიცა. გაიკეთე. მიგეცი. სტაგონების პონჩი? არა, კარგად დავმინდა ხო ეს იგი კიდე კარგად რო უფრო მიხვდე როგორია ის. აი, ხმის მაიცა. ჩემი აზრით ოპოზიცია არის ახლა საერთოდ გაუგებარ მდგომარეობაში. ანუ ისინი გამოდიან და უფრო ცხოველებს მაგალად. დროხას უნდა. აბახიძე. ბოშე. ვამადიეთ. შეშლილი ხარ, როგორ უნდა გააკეთო? იმიტომ რომ კობახიძე ადგილი გასაკეთებელი. შემდეგი 1 2 3 მომემზადეთ. აბა. აბა გისმენ. რატო? რა ხდება თქვი? ვაიცა. ესეც მეგრელია, ესე დაიწყე გეხმარები ნახე. აიცა. მაინცა. დედა რა დახმარება? შამან, დაუნეკე ერთი ბელას და ხომი გააკეთა. მაინცა შავა. აიცა. რა არის ეს აპარკვა ხერები რომ კარგი, ლელა, ჩემო კარგო, რატოს უნდა მახვიდე? დავით აკუმარტია იქნება. ბრავო, კი, ეგა. დავით აკუმარტია. შეიძლება მე ამ სახით გავაგრძელოთ ამას. კი, შეგიძლია. არა, არ ჭირდება ესეც რო გააგრძელო უკვე ეგა. ჩვენთვის ეგრე. ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ შალვას უთხრა რომ ეთქვა დაიღალა ლაპარაკი. ეს მართალი იყო რა. ბელას დაურეკე ხომი გააკეთოს. წავიდე საქმე. მიდი ილო. მიდი მაინც. უნდა გამოიცნო. ყურადღებით ახლა. მე ყურადღე. აბა, ხა ჩვენ ხა დავსვლა ერთ კარგ ანეკდოტს მოგუღება ნიკო გრიგოლია. არ ვიცი თორად ვაკეთებ თუ არა, მაგრამ შანსი არ არის, ვერ გამოიცნობს. არ ვიცი ჯერ. ტრინტრინტიტიტიტ არა. მეორე ცუდა. აუ არ ვიცი მე. ანუ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ამოფრ. ტრიტიტიტი და უნდა თქვა. მე ყველა კი არ გამოდის ეთერში და გადაცემა კი არ აქვს თავის. უი მადლობა, აი ამიტომ თქვი ეს. აბა რა. მიდი თან მოგიყვება ანეკდოტს. აუზი არა. ხმა, არა, ვერ გამოიცნო ხო თქვა არაბიძე. არაბიძე არ უთქვამს. არაბიძე გიტარით არ გინახავს. არა, მაიცა. რა მაიცა, უკვე დავწინაურდით მედალება. კაი, ერთად ეს გამარჯვება. ერთი წამი კიდე ერთხელ თქვი და შო. რა თქვა არ გამოდეს, სხვა კაც ვაკეთებ. მოგვიყევი რა. ვაფშე სხვა კაცი. მაპატიეთ ბატონო.
შანსი არ გამოიცნო. ჩემი ჯემალ ბაღაშვილი რომელიც უნდა გაკეთო. როდის მოხვალ ლელა ჩვენთან კონცერტზე რომ გააკეთო სესანის. დაახლოებით ეგრე არ თქვენ ნიკას. მე რომ ვაკეთებ მე ხვდები ხოლმე ვინ არის თორე. სხვა რო ვაკეთებ. აი გითხარი არ გაგიმართლა პარტნიორი. დიახ და მე ვიცნობ ისევ. ოპა. აუ! ცალი ყური აქვს. მაიცა ეხლავე არ არის პრობლემა. ხოსანი ფრაზები არ. მოიცა. ეკი რა არის რა ხდება ეს ამბავია. ვინ არიან ესენი ვინ არიან? გამომდის. ზორია იმერული აქცენტით ილაპარაკო და დაიჭაჭო და ეგ არის. რა ხდნენ ამეგენმა რა ხდნენ? აქ ერთი შანსი რომ არ იცოდე ვაკ. რა არის ეგ ორმოათუცმა ამგენის ზედავაკირე რა. ეს არის ქუთაისის დროშა ვერ გაგიგე. უი, რა ქვია, ბიჭო, გამახსენე. ბიჭო, მაიცა და ერთი პირველი ასობით ხარ. გოგიწულა. აბარა. დავწინაურდით ლელა. კოჩო. აი დაწინაურდა. ეხა მე ვარ. არა ოდიში ბატონო გოგი უცებ დავიბენი. აჰა, ილვერი. მოიმზადე? ჰოპ. მოდი სანამ მე გამიშვებენ მე ეხლავე წავალ. აბაზარია? არაფერი. მინიშნება იყო? არაფერი გაჩერდი. მაგრამ უბრალოდ თული პაროდია იქნება და აი არ ვიშილკებ და არ მოგცემ იმას. მაიცა? ანანერვიულდა. ჩვენ ახს დიდი ხანია უტევენ. და ჩვენ მალე დავდებ სერიოზულ მასალას. ვერ ეღირსებით ჩვენ დახობას. ვერ ეღირსებით. ჩვენი უფროსი. მე გითხარი შე. აი ესე. ეღირსებით. ჩვენი უფროსი, ჩვენი დირექტორი ნიკა კარაბია. ასე უნდა გამოაცხადო. ნიკო. მომჭრა თავი. 1 2 3 ვინ არის? აქედან რომ მიხვდე კაცია თუ ხალი თავის ფორმით? ოხ, ეხლა ჩარტი დედუქცია. ვაუ! რაო? მე რატო ვეხმარები კაც? რა საერთოდ ხალისი იყოს რა ძალიან მომწონს. აი ბიჭო, გაჩერდი მართლა. აბა, ორი მიხვდები. სიმღერა არ შემილია. ესე იგი მომღერალია? აი ეს ლელას პირველი შოუა, სადაც ლელას სიმღერა აუკრძალეს. არა. სიმღერა სიმღერა. აიცადე? მიყურე ბიჭო. აჰა. შეშება კუსი. ისა. კუსი? როგორ შეება? ფანტასტიკური ლაივი მქონდა გუშინ. ხო, ფანტასტიკური ლაივი მქონდა გუშინ. ესე ისა. აი, წაიმღერეთ. წვიმს. უცნაურად წვიმს. საჩეს ფიქრებს რის. მოგონებებს რის ისე წვიმს. ხო. გვერდით? ხო. ტიოპა. ხო. ტიოპა! სტიფან! როგორ ვერ გიცანი? მაპატია ძალიან გამიჭირდა ამოცნობა. ძალიან რთული. ხო, ესე რთულია ძალიან სახალისოა, ძალიან სახალისოა. კი, ამაგარი. მე ჩემს ტრადიციულად გახდა ეს. მიდი ილო. აბა, ვანიკო. ეშაპოდზე. ენიცი, ბიჭო, არ შეგვარცხუნო, ბიჭო, კახალი ვეგლეთ, უნდა წავაგოთ. ვერ ვაკეთე. აი, ისა ბიჭო, რა ვერ აკეთებ. ლელა. დადე შეგარცხული უკვე, всё, ვეღარ ვაკეთე. ამ დროს ბევრი რამე შეიძლება. კი, ძალიან ბევრი რამე. ანუ იმდენი რომ არ იცი რომელი თქვა. ნუგასტე ჩაგათხლიშავე ხამაგასა. წესი არა ტიმღერე. ხმა, დედა მიდი. ოჩა. დედა მიდი ხმა, აი ასე. Хороший парень. გაგზელე, ჯერ არ თქვა ვინ არ კაცი. ამომეცურა. მიდი რა არ უთხრა, ჯერ არ გამიგო, ხო კარგია, ძალიან კაია და აი, მოსაკლავი არ არის, რამხელა ნიჭი გაგდა რა, სად პლანგავ, სად? ხმაზე ვერც კილოც. მარა დუხი ეგ არის. იაზო. ანუ ის არის? ეგ არის. ვაბადუბადუბები არ მინდა. ვაბადუბები არ. აჩენე ვინ არის? მარინა ბერიძე ერთადერთი და განუმეორე. ვიყარ ხარ მარინა? ვიყარ ხარ?
მოიცა ვასრულებთ? ისე ფრაზა შემთხვევას ბევრჯერ უთქვა. ფაქტიურად ეხლა ის შემთხვევა გვაქვს. საფრანგავ. დასრულებამდე გამარჯვებულები ვართ. არა, ეს თუ ვერ გამოიცანი? ხო, მაშინ ფრაში ფრეარი და დამატებითი უნდა თუ ვერ გამოვიცე. ანუ აი პენალტების სერიაში რომ უნდა ვერ გაიგო. გამოვაცნობი. ჩემო ლამაზო. მიდი ახსენი. გამიდა სახეზე რა კოგი ხდება. აი. ძალიან კაია. ძალიან კაია. რა უნდა ვთქვა რომ ვერ გამოიცნოს, მაგრამ აი ეგეთი რა უნდა ვთქვა. შეჩემა. მამულიჩა! აი სიყვარული ასრება. სიყვარული ასრება. ოღონდ ეგრე ვერ გაიცინებ რა. აი სადღაც აქედან უნდა წამოიღო და შეჩემა რა. მამული მოგიქვა აქედან. დასრულდა ეს თამაში და მე დაიწყე ხო გავიმარჯვე. გაიმარჯვეთ ამ თორე გამარჯვებულების გოლია და წურწუმია გახალდა. ლელა წურწუმიას კულასგან აი ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი. დიდი მადლობა.